დიდი აფეთქებიდან 100 მილიონი წლის შემდეგ ვარსკვლავების ეპოქა იწყება. გრავიტაციის ხელი მილიარდობით ვარსკვლავს ერთად ეჭიდება და პროტოგალაქტიკას აკალიბებს. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია გაზისა და მტვრის კოსმოსური ქსელით. ნელ-ნელა ბნელი მატერია ახალშობილ გალაქტიკებს მილიონობით სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმულ გროვებად აქცევს. მიზიდულობა ამ კოლოსალურ სისტემებს ერთად კრავს და ასობით მილიონი წლის განმავლობაში კოსმოსურ ცეკვას აიძულებს. სამყარო ევოლუციას განიცდის და ის ახალ ფრთხილ ეპოქაში შედის, სადაც ვარსკვლავების ფორმირების ტემპი პიკს აღწევს. სამყაროს არსებობის იმ ეტაპზე ვარსკვლავები დღევანდელთან შედარებით 10-ჯერ უფრო სწრაფად წარმოიქმნებოდნენ. ამ პერიოდში წარმოიქმნა ვარსკვლავების უმეტესობა, რომლებიც ოდესმე იარსებებენ და კოსმოსს ტრილიონობით წლის განმავლობაში სინათლით მოამარაგებენ. გრავიტაცია სამყაროს ყველა დიდი საოცრების არქიტექტორია. მაგრამ იგივე ძალა, რომელიც ვარსკვლავების ნათებას იწვევს, მათ ბედსაც განსაზღვროს. მასიური ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად წარმოქმნილი შავი ხვრელების რიცხვი სწრაფად იზრდება. ზოგიერთი მათგანი უზარმაზარ ზომებამდე აღწევს და მილიარდობით ვარსკვლავის მატერიას შთანთქავს. ეს სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკების გულებში იდუმალ ძრავად იქცევიან და მილიარდობით მზის მსგავსი ვარსკვლავის ბედს განსაზღვრავენ. ნაწილაკების ნაკადები მათი ბირთვებიდან თითქმის სინათლის სიჩქარით გამოიფრქვევიან. ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან უახლოვდებიან შავ ხვრელებს, ნადგურდებიან იმავე ძალით, რომელმაც მათ სიცოცხლე უბოძა. სამყაროში ვარსკვლავების უმეტესობა პატარაა და ჩუმად კვდებიან. თუმცა დაახლოებით 1%-ს საკმარისი მასა აქვს კოლაფსირებისა და დრამატული აღსასრულისთვის. სიკვდილის დროს
ისინი გამოდევნიან ყველა მძიმე ელემენტს, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში მათ ბირთვში მიმოიქცეოდა. რითაც კოსმოსს სიცოცხლის საშენი მასალით ამარაგებენ და ვარსკვლავური სიკვდილისა და ხელახალით დაბადების ციკლს ქმნიან. მათი ფერფლიდან აღზევდება პლანეტებისა და ვარსკვლავების ახალი თაობა. მძიმე მეტალების სიუხვე სიცოცხლის გაჩენისთვის კარგ საფუძველს ქმნის. ირმის ნახტომის პერიფერიებში, კოსმოსური გაზისა და მტვრის ღრუბელი სიბნელეში ჩუმადაა ჩაფლული. სანამ მოულოდნელად ახლომდებარე სუპერნოვა არ გამოათავისუფლებს დარტყმით ტალღას, რომელიც ღრუბლის დაშლას გამოიწვევს. გრავიტაცია ერთმანეთთან იზიდავს მასალას, აცხელებს გაზსა და მტვერს, რაც ახალი ვარსკვლავისა და დასახიჩრებული ახალგაზრდა პლანეტა დედამიწის ფორმირებას იწვევს. ასტეროიდებით დასეტყვილი და დასახიჩრებული ახალგაზრდა დედამიწა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ჰაერი სავსეა ტოქსიკური ორთქლითა და მჟავას წვიმით. მაგრამ ტალღების სიღრმეში რაღაც იწყება. ოკეანის ფსკერზე არსებული ბზარების გამო სითბო და მინერალები წყალში იფრქვევა, რაც რთული ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას განაპირობებს და პირველ უჯრედებს სიცოცხლის ანიჭებს. სამი მილიარდი წლის განმავლობაში პლანეტა მხოლოდ მიკრობებს ეკუთვნის. იმპერიას, რომელიც შეუიარაღებელი თვალით უხილავია. ზოგიერთი მიკრობი მზის სინათლით კვებას იწყებს, უზარმაზარი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს და გლობალურ გამყინვარებას იწვევს. მაგრამ როგორც კი ყინულის დნობა იწყება, ევოლუციაც ჩქარდება. ახლად აღმოჩენილი ჟანგბადის გამოყენებით, სიცოცხლე მეტ ენერგიაზე წვდომას იძენს, რაც გზას უხსნის ახალ მოწინავე ფორმებს. მილიარდობით წლის განმავლობაში, ერთუჯრედიანად ყოფნის შემდეგ, ზოგიერთი უჯრედი გაერთიანებას იწყებს. და როდესაც ბოლო გლობალური გამყინვარების ხანა მთავრდება, სიცოცხლე ფეთქდება.